ახალციხეში გაიმართა შეხვედრა, რომლის ორგანიზატორი იყო შვედური ფონდი ქალები ქალებისათვის. შეხვედრაში მონაწილეობდნენ ფონდის პარტნიორი ორგანიზაციები თბილისიდან და სამცხე-ჯავახეთის რეგიონიდან. შეხვედრას ესწრებოდა ქალთა საინფორმაციო ცენტრიც. ღონისძიების მთავარი მიზანი იყო 2013 წელს ფონდის მხარდაჭერით განხორციელებული პროექტების შედეგების შეჯამება და განხილვა. Kvinna till Kvinna is a Swedish organization and we support local women's organizations in regions affected by conflict. And we have worked in Georgia since 2002. What we're organizing here in Akhaltsikhe is something we call results workshops. We do it every year in the beginning of the year to look at what our partners that we support here in Georgia have achieved during the last year, what kind of results they have reached, what kind of changes they have contributed to in their work. Целью этой встречи в Ахалцихе стали обсуждения тех результатов, которые достигли партнеры Квинна тил Квинна в Грузии в ходе осуществления проектов, которые поддерживаются этим фондом. Состоялась достаточно интересная и результативная встреча, полезная для всех партнеров организации Квинна тил Квинна, так как мы более подробно узнали о тех проектах и активностях, которые осуществляют эти организации как в центре, так и в регионах. შეხვედრას ესწრებოდა ქალბატონი ანიკა კარლსონი, რომელიც არის ფონდის კოორდინატორი სამხრეთ აზიასა და კავკასიაში. ასევე ქალბატონი მალინ ასხარმე, ფონდის ახალი კოორდინატორი საქართველოში. უნდა აღინიშნოს, რომ ფონდი ქალები ქალებისათვის უკვე მრავალი წელია მხარს უჭერს ქალთა არასამთავრობო ორგანიზაციების მუშაობას საქართველოს რეგიონებში. ქალთა საინფორმაციო ცენტრი ფონდთან 2008 წლიდან თანამშრომლობს და მისი მხარდაჭერით არაერთი წარმატებული პროექტი აქვს განხორციელებული. ამ ეტაპზე ფონდი ქალები ქალებისათვის ეხმარება ქალთა საინფორმაციო ცენტრს პროექტის გენდერულად სენსიტიური ინფორმაცია საქართველოში გენდერული თანასწორობისათვის განხორციელებაში.